ხორნაბუჯი მდებარეობს საროს რაიონში, დედოფლის წყაროდან რამდენიმე კილომეტრში. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ციხე-ქალაქს წარმოადგენს. თვითონ ციხის მთავარი ციტადელი მიუვალ კლდეზეა გაშენებული, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ალაზნის ურაგვლად. არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს ამ ადგილას დასახლების არსებობას, ჯერ კიდევ წინა ქრისტიანულ ხანაში, ძველი წელთაღრიცხვით მე-4-მე საუკუნეებში. ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი დაახლოებით ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. ხორნაბუჯი პირველად მე-5 საუკუნეებში ჩნდება, როდესაც მეფე ვახტანგ პირველმა გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი პირველ უჯარმელს. შიდა ციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარებჯიშა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანებში ცეცხლსასროლელი იარაღის შემოსვლასთან ერთად გადაუკეთებიათ სათოფურებად. ამ მასივზე გაშენებულ ხორნაბუჯში მრავალი სათავსოსა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისგან არის შემდგარი. ჯარმა ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კილომეტრის დაშორებით გომბორის უღელტეხილის მახლობლად ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია გარეკახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. უჯარმის აშენების პერიოდად მე-3-4 საუკუნეთა მიჯნა მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. მის გამშვენება განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი და მისი შვილი დაჯი. მათ დროს აიგო ციტადელი მძლავრი კოშკებითა და მტკიცე კედლებით, სასახლეებით და ეკლესიებით. მას შემდეგ, რაც ვახტანგმა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. მე-4-მე-8 საუკუნეებში უჯარმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ უჯარმაში გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი. არის ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდინარე ელწოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ციხე-ქალაქის კომპლექსში შედის შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია. კვეთრის ციხე-ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია მაღალ მთაზე. ციხეს ყველაზე მაგარი და შედარებით სწორი ადგილი შიდა ციხეს უჭირავს. მეორე ნაწილი ქვედა ციხე ბევრად უფრო დიდია. ქვედა ციხის გალავანს კედლებს უმეტესი ნაწილი დანგრეულია. მას 2 კარიბჭე აქვს. ერთი კარიბჭე მთავარი გალავნის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. მთავარი კარიბჭე ორმძლავ ბურჯს შორისაა მოქცეული, რომელიც მთლიანად გალავნის გარს გარეთ არიან გასული. აღმოსავლეთის გალავნის კედელთან პატარა დაბზარული ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. კოშკის გვერდით შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები. ბოჭორმა სოფელი თიანეთის რაიონში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1020 მეტრზე, თიანეთიდან 59 კილომეტრზე, ხოლო თანამედროვე ბოჭორმიდან 0 კილომეტრზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით გომბორის ქედზე მდებარეობდა ისტორიული კახეთის ერთ-ერთი ცენტრი ბოჭორმა. მე-10 საუკუნეში იგი კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრიც იყო. დღემდე შემორჩენილია ბოჭორმის გრანდიოზული ციხესიმაგრის ნანგრევები. ციხის კედლები კარგად ეწყმის მთის რთულ რელიეფს. ციხე 2 ნაწილისგან შედგება. მთავარია შიგა ციხე, რომლის სამხრეთ ნაწილი სასახლის ნანგრევებითაა შემორჩენილი. შემორჩენილია ასევე მე-12 საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, ხოლო კანკელი მე-18 საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესიის სამხრეთ მაღალ გორაკზე აღმართულია ცილინდრული კოშკი, რომლიდანაც კარგად მოჩანს ირგვლივ მდებარე ხეობები. ბოჭორმის ციხე ერეკლე მეორის დროს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია განიცადა. ეს არის ერთ-ერთი კარგი ფაქტი და იგი მე-18 საუკუნის ბოლომდე ასრულებდა თავის დანიშნულებას.